ქალაქი სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ. მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება აუცილებლად ერთად ვიქნებით და ეხლავე აქვე ვიწყებთ და ანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და მივახტებთ ხმას, ყველასთან დავილაპარაკებთ. და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების. ჩვენი მანიფესტი გრძელდება. ნუ დახვალი, მოდია! ჩვენ საუბრობთ ანდრო ჭიჭინაძეზე. როდესაც ვამბობთ თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ გულისხმობთ მარტო ანდროს. ეს ეხება ყველას, ახალგაზრდას და უფროს, რომელიც დღეს არის პატიმარი. იმის მაგივრად, რომ ეხლა ჩვენ ამ ბავშვებს მივცეთ დასვენების, გართობის, სწავლის, მუშაობის საშუალება, მოგზაურობის საშუალება, ისინი იძულებულები არიან, რომ აპროტესტონ რაღაცა და თან რეპრესიები იწვნიონ თავის თავზე. ნუ თუ აი როგორც არ უნდა გესმოდეს მათი და როგორც გაუგებარი იყოს შენთვის, ნუ თუ აღარ დადგა დრო, რომ მოусმინო და გაელაპარაკო ამ ხალხს. ეხლა მე მიმართავ ჩემი თაობის ხალხს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენ. ეხლა როგორც არასდროს ისე უნდა გადავდოთ ჩვენი ამბიციები. გავერთიანდეთ და ჩვენ ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი. ჩვენ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ მათაც, ვინც ჩვენსავით არ უყურებს რაღაც საკითხებს. ძალიან ბევრი რამე გვმართეს, დიდი სიბრძნე და არაფრით არ შეიძლება რომ ჩვენ საბედისწერო შეცდომა დაუშვათ. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და უკლებლივ ყველა სისტემის პატიმარს. ნაცნობებს და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის. გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. აი ამ სიტყვების ავტორი დღეს უკანონოდ უდანაშაულო ძის ციხეში. სხვა ასევე უდანაშაულო ახალგაზრდებთან ერთად. და ეს მხოლოდ მათი ტკივილი არ არის. ეს ქვეყნის ჭრილობაა. ის ჩვენს გულზე, ჩვენს იარებზე გადის. ანდრო ჩვენი მეგობარია. ანდრო
დაჭერილია სხვა ჩემხელა ბიჭებთან ერთად, რომლებმაც ერთმანეთი პირველად სასამართლოში ნახეს. შემდეგ ციხეში გაიცნეს. იქ ამხნევებენ და ამაგრებენ ერთმანეთს უსიტყვოდ. მათ აერთიანებთ ერთი რამ. ქვეყნის სიყვარული. აი ესაა მათი დანაშაული. აი ესაა მათი ბრალი. ანდროს დედა ჩვენი მეგობარია. ყოველდღე ვუყურებ, როგორ განიცდის სხვა დედების სადგივარს, როგორც საკუთრას. ყოველდღე ვუყურებ მის ჩამქრალ მზერას, ჩვენს დანახვაზე რომ აენთება ხოლმე. ყოველდღე გვიყვება იმ დედებზე, პატიმარი შვილები რომ მეამაყებათ. დღეს ეს ბიჭები, მათი შვილები, ჩემი მეგობრები არიან. მათი ამბავიც ჩვენი ნაიარებია. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს. თავისუფლება სისტემის ყველა უკან თავისუფლება ანდროს. თავისუფლება ანდროს. ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. აქ ამ ქვეყანაში მაღალი ტრიბუნიდან ეკონომიკურ წინსვლაზე გველაპარაკებიან. ცხოვრების დონის ამაღლებას და ვერც კი ამჩნევენ სამათხოვროდ გაწვდილ გალეულ ხელებს. აქ ამ ქვეყანაში ბედავენ და არ ერიდებათ ოლიგარქის ქონებაზე იღელვონ და თქვენს გაიძულებენ ამაზე იდარდოთ. ტყუილებით გაბრუებენ და არც კი აღელვებთ როგორ ირჩენს თავს უაღრესად გაჭირვებული ადამიანი და როგორ არჩენს მის ოჯახს. იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის ესეთი ადამიანები დიდი თავის ტკივილია. იმიტომ რომ გაჭირვებული ადამიანები მათ მხოლოდ წინა საარჩევნოდ ახსენდებათ, ისიც დროებით. და ასე კითხვა მიმოიხედე და საკუთარ თავს დაუჯერე. და მიხვდები რომ მოვიდა დრო, ხმა ამოიღო და თქვა რომ სოციალურ პრობლემებზე ჩვენ აღარ გავჩუმდებით. ეხლა ჩვენი დრო ავუთხრათ, გიხაროდენ. ჩვენ გავიღვიძეთ. არ გავჩერდებით. არ გავჩუმდებით. არ გავიხლებით. იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო და ეს ქვეყანა ჩვენია. და ჩემია. ეს ქვეყანა ჩემია. ეს ქვეყანა ჩემია. ეს ქვეყანა ჩემია. ეს ქვეყანა ჩვენია. ეს ქვეყანა ჩვენია. ეს ჩემი მანიფესტია. ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, არავინ შეეცდებოდა მის წარქმევას. ჩვენი ხმა რომ არ ესმოდეთ, არ შეეცდებოდნენ მის ჩახშობას. სამდე მართლები რომ არ ვიყოთ, არ დასჭირდებოდათ ამდენი ტყუილი, უზარმაზარი, ბინძური პროპაგანდისტული მანქანის შექმნა და მერე ამუშავება. ძალიან ბევრნი რომ არ ვიყოთ, არ დაიწყებდნენ ჩვენ თვლას და მერე ამ გამოთვლილის 10-ზე გაყოფას. ჩვენს ერთად დგომას, უზარმაზარი ძალა რომ არ ჰქონდეს, თავისი უკვე შექმნილი ბინძური მეთოდებით არ შეეცდებოდნენ მთელი ქვეყნის დაქუცმაცებას. და ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ტყუილებით, რკინის გისოსებით შეფუთულ ჭერს და გავიმარჯვებთ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია.